მაგალითად, ყარაბაღის მეორე ომის დროს სომხეთს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი Su-30-ები ნაყიდი რუსეთისგან, რომლებსაც უნდა შეეძლოთ საჰაერო სივრცეში, ასე ვთქვათ, მოქმედება და სომხეთის საჰაერო სივრციდან არ გამოსულან. თუმცა სომხეთის საჰაერო სივრცეში მოხდა მათი ერთის კონკრეტულად ჩამოგდება თურქეთის მიერ აზერბაიჯანში გაგზავნილი F-16-ების მიერ. და იქ დადგა საკითხი კონკრეტულად, რომ ოღონდ ეს არ იყოს Su-30 და დადგა საკითხი, რომ ჩვენი Su-30-ები, რომელიც ნაყიდი იყო უკვე სომხეთის მიერ, რატო არ არიან ჰაერში, იმიტომ რომ ის რაც ჩამოაგდეს, მოკლედ იყო გაცილებით უფრო სუსტი ვერსია, რომელსაც F-16-თან არ ჰქონდა შესაბამისი პარამეტრები და Su-30-ს ჰქონდა კონკურენციის შესაძლებლობა F-16-თან და სად არის? და აღმოჩნდა, რომ რუსეთმა კი მიყიდა სომხეთს ამ მნიშვნელოვანი მეოთხე თაობის არის Su-30-ები, რომელსაც ძლიერი მაჩვენებლები აქვს შედარებით, ჭურვები არ მიყიდა. ანუ გააჩნია ცხადია. მისცა და ჭურვები არ მისცა, დააგვიანა ბჭყალებში, არ მისცა სპეციალურად. და აქ გამოჩნდა მთელი ის მომენტი, რომ ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. და მერე გამოჩნდა მაგალითად, რომ სერჟ სარქსიანი ამბობდა, რომ აი ჩვენ ყარაბაღის ომის დაბალანსებისთვის რუსეთისგან გვაქვს ისკანდერები, რომლებიც არის უძლიერესი იარაღი და აზერბაიჯანს ამით რაღაცნაირად ვაბალანსებთ, მართალია დაუშვათ რაღაცებში ჩამორჩებით, მაგრამ ამით ვაბალანსებთ და აღმოჩნდა, რომ როცა სომხეთმა ყარაბაღის ომის დროს გამოიყენა ისკანდერები, ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ციტატა არის, რომ არ აფეთქდა, ან აფეთქდა 10%-ით.